კახეთში ახალი ჩქაროსნული გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევა სოხაძე საგარეჯო ბადიაურის 17 კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში შენდება 4-ზოლიანი მაგისტრალი, რაც მოიცავს ახალ სატრანსპორტო კვანძს სოფელ ბადიაურთან, ასევე 4-ից 8 გზაგამტარ და 86 წყალგამტარ მილს. ასევე იგეგმება მიმდებარე ადგილობრივი საგზაო ქსელის გაუმჯობესება და მისი დაკავშირება მაგისტრალის ახალ მონაკვეთთან. გზა გვერდსაულის 5 მჭიდროდ დასახლებულ სოფელს და მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას. საგარეჯო ბადიაურის გზის მშენებლობის პროექტი მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანამონაწილეობით 276.7 მილიონი ლარით ფინანსდება. კახეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ თბილისიდან თელავამდე მგზავრობა მხოლოდ 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის ყველა ის საგზაო სამუშაოები, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის კახეთის მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ კონტრაქტორი დაიცავს იმ პირობას, რაც არის და შემოდგომაზე დასრულდება ეს სამუშაოები. მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ამ რეგიონის განვითარებისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის ის საგრძნობლად გააადვილებს და დაამოკლებს მანძილს და შესაბამისად ეს არ არის ბოლო ეტაპი. კიდევ იგეგმება ამ მაგისტრალის გაგრძელება. შესაბამისად ჩვენ ეტაპობრივად მივყვებით ამ სამუშაოებს. 17 კილომეტრია მშენებარე, თუმცა იმ მონაკვეთების გათვალისწინებით, რომელიც წინა მონაკვეთს უერთდება და ბოლო მონაკვეთს, ანუ არსებულ გზამდე მივა, იქნება 18 კილომეტრი, რომელიც გაიხსნება. არის 84 გზაგამტარი და მილი, რომელიც შენდება აქტიურად, არის 4 ხიდი ამ მონაკვეთში, არ არის ხიდებით დახუნძლული, თუმცა დიდი რაოდენობით მიწის სამუშაოებია, ყრილი არის 3 მილიონი კუბი, ხედავთ აქტიურად მიმდინარეობს ახლა ყრილის მოწყობა, გარკვეულ მონაკვეთებში ეს დასრულებულიც არის, გარკვეულ მონაკვეთებში ახლა მიმდინარეობს აქტიურად, ეწყობა უკვე საგზაო სამოსის სამუშაოები მიდის, საფარისთვის ვემზადებით, ვიწყებთ უკვე შემდეგი კვირებიდან კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი არის კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილი. ხსენებული მაგისტრალის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, ვინაიდან დაახლოებით 2-ჯერ ამცირებს გადაადგილების მასშტაბს თბილისიდან კახეთის მიმართულებით, ასევე 3ჯერ უფრო გზა ხდება გამტარუნარიანი. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში უნდა მოიწყოს სავაჭრო კვანძები, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. 20 თონია ბადიაურში, 20-ზე მეტი. ამ 20 თონეზე მუშაობს დაახლოებით 2-3 მცხოველი, იმათ იქით ხო ოჯახებია. ძირითადად რჩებით შემოსავლის გარეშე. ასე რომ ძალიან კარგი იქნება, რომ ამ საკვანძო მონაკვეთზე გაკეთდეს სავაჭრო მოედანი და ჩვენი პროდუქცია ისე გამოვიტანოთ, გავყიდოთ, ჩვენთვისაც ხეირია და რა ვიცი, მე მგონი საქართველოსთვისაც და ყველასთვის. დაპირება გვაქვს, გითხრეს, რომ აუცილებლად გაკეთდება და ძალიან მადლობლები ვიქნებით.